რა გელოდებათ პირად სასწავლო ურთიერთობაში, რა მოვლენები განვითარდება თქვენს ცხოვრებაში. საკუთარ თავზე იფიქრეთ, მხოლოდ ზოგად გაშლას ვაკეთებ, არა წასულ და მოსულ წყვილებზე. ჯერ ვნახოთ თქვენი ენერგიები როგორია პირადთან დაკავშირებით, ეხლა რა ხდება თქვენს პირად ურთიერთობაში, ახლანდელი სიტუაციის სიგნიფიკატორი. ოჰო, და რა პერსპექტივები გიჩანთ ახლო მომავალში, 2 თვის განმავლობაში პირადში. რა გელოდებათ თქვენ? ნახოთ. ეხლა რასაც აქ გიყურებთ, ის ბევრი თქვენთაგანს უკვე არის ურთიერთობაში. მე აქ გხედავთ, აქ კონკრეტული პიროვნება გიჩანთ, სასწავლო სიტუაციები გიჩანთ, შეიძლება ვიღაცაზე ძალიან ბევრს ფიქრობთ, რაღაცას პიროვნება გულში გყავთ ჩავარდნილი, მაგრამ აქ ცოტა გაურკვეველი და გაურებული პოზიციებია. ბევრ თქვენთაგანთან შეიძლება არსებობს ურთიერთობაში რაღაცა მესამე ფაქტორი, ან მესამე პირი, ან უბრალოდ რაღაცა მესამე სიტუაცია, რომელიც არც ისე სასიამოვნო როლს თამაშობს და ურთიერთობას რაღაცნაირად ორად ხლეჭს და ორად ყოფს და ცოტა აპაუზებს სიტუაცია, შეიძლება ბევრ თქვენთაგანთან დაპაუზებულიც კი იყოს, ან უბრალოდ ერთ ადგილას გაჩერებული და რაღაცნაირად ურთიერთობას ამ ეტაპზე თავის თავი თითქოს ამოწურული აქვს და თითქოს რაღაცა გადაწყვეტლებას ელოდება აქ ურთიერთობა, მაგრამ ეს გადაწყვეტლება არ ჩანს. პირდაპირ გეტყვით, თუ მამაკაცებიც მიყურებთ, მამაკაცია დამოკიდებული გადაწყვეტლების მიღება. არ აქვს მნიშვნელობა ეხლა როგორც გითხარით, ქალბატონი მიყურებთ, მამაკაცი, კაცია დამოკიდებული, რას იზავს. რაც შეეხებათ განვითარებას, ცოტა რთული განვითარება ჩანს პირადში. არის ვარიანტი. ზოგიერთ თქვენთაგან ძალიან თავდაჯერებულები იქნებით, ბევრი მამაკაცის ყურადღებას მიიპყრობთ, ეხლა განსაკუთრებით ქალებზე მაქვს საუბარი. თუ მაგალითად მამაკაცები მიყურებთ, მაშინ კონკრეტული ქალის ფიგურა და ქალის პიროვნება ჩანს ურთიერთობაში, თავიდან კარგად ხართ, დადებით პოზიტიურ ენერგიებში და ველში გხედავთ, მაგრამ ცოტა მერე იცვლება სიტუაცია. აქ შეიძლება მოგწყინდეთ ეს ერთი და იგივე სიტუაციის გამეორება. თავი შებოჭილად იგრძნოთ, ჩაკეტილად იგრძნოთ, ფიქრობთ, როდემდე უნდა ვიყო ესე, როდემდე უნდა ვიჯდე ესე, ვერც მიდიხართ, ვერც მოდიხართ, ვერც იქითხართ, ვერც აკეთხართ, მომავალზე მაქვს აქ საუბარი, გულნატკენობებში გხედავთ და იყავით ფრთხილად. აქ შეიძლება არის რაღაცა, რასაც ვერ ხედავთ, ვერ ამჩნევთ, თვალები გაქვთ ახვეული და დაფარული, მაგრამ გამჟღავნდება და ცოტა გული დაგწყდებათ ამაზე და გული გეტკინება და აქ უფრო ინფორმაციასთან მივდივარ და ინფორმაციის მიღებასთან, რომელიც არც ისე სასიამოვნო შეიძლება არ აღმოჩნდეს თქვენთვის. ამიტომაც ჯობია რომ თუ ხვდებით და გრძნობთ რაღაცებს გამოიკვლიოთ და გამოგეკოთ და გაიგოთ სიმართლე, ვიდრე თავი მოიტყოთ. თავის მოტყუება დიდად შორს ვერ წაგიყვანთ, მაინც სიმართლე გაიმხელდება და მაინც დადგება ის კრიზისი, რაც გასავლელი იქნება თქვენთან. მოკლედ თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და აკომენტარეთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი.